რასაც ვადევნებ ჩვენ ახლა თვალყურს მზად ყოფნა შეერთებული შტატების მხრიდან, როგორ გონიათ, როგორ განვითარდება ეს პროცესი? საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს ეგრეთ წოდებული მშიშარას დილემა და ეს ძალიან ცნობილი მოვლენა, როდესაც ორი მხარე უკვე იმ მდგომარეობამდეა მისული ერთმანეთთან, რომ პირველი ვინც უკან დაიხევს, ის იქნება დამარცხებული. თუ კი რა თქმა უნდა არც ერთმა უკან არ დაიხია, ეს ნიშნავს ომს. აი ეს უკვე მოცემულობა გვაქვს ახლა. რაც შეეხება ზოგადად მოცემულობას, მოცემულობა არის ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წაყენებული მოთხოვნები არის პრაქტიკულად შეუსრულებელი ირანისათვის, რადგანაც ეს ნიშნავს ირანის პრაქტიკულად დე-ფაქტო დემილიტარიზაციას. რადგანაც როდესაც ირანზე გვაქვს საუბარი, ირანი გამოირჩეოდა თავისი ბალისტიკური უზარმაზარი არსენალით. ხო, ეს არსენალი არის ახლო აღმოსავლეთში გამორჩეულად დიდი და ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ შეიძლება ვთქვათ, უფრო ფართო სამეზობლოში, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც კი. არ არის რუსეთზე მეტი, მაგრამ მას შეუძლია ძალიან იაფად აწარმოოს ძალიან დიდი რაოდენობით საკმაოდ სერიოზული რაკეტები, მათ შორის ისეთები, რომლებიც წვდებიან 1500 კილომეტრს თავისუფლად, აი ახლახანს აწარმოეს საკმაოდ განახლებული ესე თქვა ბალისტიკური რაკეტის წარმოება მოხდა ხეიბარ-შეკანის, რომელიც 1500 კილომეტრამდე მოდის, ხო? აქ არის კიდევ ხორამშაჰრი, რომელიც 3000 კილომეტრამდე აღწევს. ანუ მისი არსენალი არის სწორედაც ის, რაც ირანის სიამაყეს წარმოადგენს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რეჟიმის უსაფრთხოებას. ხოლო ასევე როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ბირთვულ, ესე თქვა, იარაღის შესახებ პოტენციურ წარმოებაზე, აქ მოდი ხაზი გავუსვათ რა. ყველა ავტოკრატიული რეჟიმის ოცნება მას ჰქონდეს ბირთვული იარაღი. რადგანაც როგორც ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩნდა, ჩრდილოეთ კორეის მაგალითზე აღმოჩნდა, ბირთვული იარაღი გახლავთ უსაფრთხოების რეალური გარანტი. ანუ ის რომ საგარეო ინტერვენცია პრაქტიკულად არ ხდება, თუ კი ბირთვული იარაღი გაქვს და ირანი დიდი ხანია ამას ცდილობს, ისევე როგორც ცდილობდა ამას ერაყი, ცდილობდა ამას ლიბია. ანუ ეს ტენდენცია უკვე იმის მანიშნებელი არის, რომ პრაქტიკულად ახლა ომის წინაშე ვდგავართ და თუ კი რა თქმა უნდა რომელიმე მხარემ უკან დაიხია, ამ შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული და რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამაზე მოდით ხაზი გავუსვათ. კი ბატონო. თქვათ რომ ირანის ნდობა პრაქტიკულად დასავლეთში არსებობს. ჩვენ ვიცით რომ ირანთან რამდენიმე მოლაპარაკების რაუნდი შედგა და ერთ-ერთი ობამას პერიოდში საკმაოდ სერიოზულად იყო განხორციელებული, მაგრამ ირანს ურანიუმის გამდიდრება არ შეუწყვეტია, ხო? ახლა უკვე მასშტაბი ისეთია, რომ 60%-ზე მეტი არის გამდიდრებული და ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად ივნისის ომში დამარცხებისა და არსებული მათ შორის ფორდოს დაბომბვისა და მათ შორის ნეთენზის დაბომბვისა, გატანა მოხდა დიდი რაოდენობის ამ ურანის, გადამნახვა მოხდა, გადამალვა მოხდა ცენტრიფიუგების და შემდგომ მათი განახლების პროცესი მიმდინარეობდა 2025 წლის განმავლობაში და ამაზე ზოგადად ამერიკული დაზვერვა ომის დასრულებისთანავე საუბრობდა, რომ ამის რეალური საშუალება იდგა. თუმცა ტრამპის პირველი შეფასება იყო, რომ განადგურებულია ეს ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეს პოტენციალი, აღმოჩნდა, რომ ეს ასეც არ არის, თქვენ ახსენეთ შემდგომი განცხადებები დაზვერვის და ბირთვული არის, ამაზე აქვს აქცენტი ტრამპს გასაგებია, თუმცა არ მგონია რომ შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ უპასუხოდ დატოვოს ადამიანის უფლებების ის ბრუტალური დარღვევა და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, რაც ირანშია. თქვენს ელით, ანუ მინიშნება იმაზე, რომ ვინც დაიხევს უკან იქნება დამარცხებული, გულისხმობს თუ არა თქვენი აზრით მოლოდინს, რომ შეერთებული შტატები გადადგამს სამხედრო ნაბიჯს? ხო, მოდი თავიდანვე უბრალოდ კომენტარს გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ დაბომბვა რომ მოდესაც მოხდა ფორდოს და ნეთენზის თვითონ სტრუქტურალური დაზიანება მოხდა, მაგრამ ცენტრიფიუგები არის, ანუ ის რაშიც მდიდრდება ურანი, იმის გატანა მოხდა, ანუ შესაბამისად ეს პრობლემა ისევ დგას. რაც შეეხება ზოგადად დარტყმას. მოდი ვთქვათ ასეთ რაღაცა, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან რამდენიმე კვირის წინ უკან დახევა, როდესაც მან პირობა დადო, რომ დახმარება გზაში იყო და დახმარება არ მივიდა მოსახლეობისათვის, ამან გამოიწვია მედია ქარიშხალი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და საკმაოდ დიდი იმედგაცრუება. თუ კი დონალდ ტრამპს რაიმე ადარდებს, არა მხოლოდ ეს არის ამერიკის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესები, რომელიც რა თქმა უნდა მის გუნდის წევრებს საკმაოდ ესე ვთქვათ, კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ მას ადარდებს ასევე მისი პერსონალური როლი და პერსონალური კამპანია, იმიტომ რომ მისი პოლიტიკა ხშირად პერსონალურად მიმდინარეობს ხოლმე და ვიცით რომ ბოლო ხანებში საკმაოდ დაზიანდა მისი პერსონალური იმიჯი, პერსონალური პოლიტიკური იმიჯი, სწორედაც ამ დახმარების არ მისვლის გამო და ახლა უფრო მაღალი ალბათობა იმისა, რომ საჩვენებელი საკმაოდ სერიოზული დარტყმები იყოს მიყენებული ირანზე, რასაც შეიძლება მოყვეს ერთის მხრივ რეჟიმის ჩამოშლა, მაგრამ შეიძლება ეს არ განხორციელდეს, რადგანაც რეჟიმის ჩამოშლა ზოგადად ადგილზე მოსახლეობის ხელახალი აჯანყების გარეშე, ან ადგილზე სამხედრო გადატრიალების გარეშე
ძალიან რთული იქნება თუ რა თქმა უნდა ყველას ლიკვიდაცია არ მოხდა და მინდა განვარტო ისიც რომ ირანი არ არის სტანდარტული ქვეყანა სადაც ჯარს რომ გაანადგურებ ქვეყანა მარცხდება არა ირანში ნომერ პირველი მოწინააღმდეგე არის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი და მის ქვემოთ არსებული ბასიჯის დანაყოფები ხო ნუ ბასიჯის დანაყოფები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს ხო ლოგიკური იყო იმიტომ რომ ამაზე გაუჭირდათ გაწყვეტილების მიღება მაგრამ შეჯერდნენ საბოლოო ჯამში ეს ევროპელი ლიდერები როგორც წესი გამოირჩევიან დიდი ბიუროკრატიებით და უფრო მეტი დამყოლობით თორე ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ნათელი პოზიცია ჰქონდა ჩვენთვის რომ ყასემ სულეიმანი რომელიც 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს სწორედაც ის ადამიანი გახდათ რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ყუდსის დანაყოფების ლიდერი იყო ხო ანუ ელიტარული დანაყოფების რეალურად მმართველი იყო თუ კი შემთხვევით მისი საგარეო ოპერაციების ხო აქედან გამომდინარე თუ ვიტყვით რომ ოპერაციები მართლაც განხორციელდა სავარაუდო არის რომ დარტყმები სწორედაც ამ კორპუსზე მოხდება რადგანაც ერთის მხრივ აიათოლების რეჟიმი 1979 წლის შემდეგ აღარ ენდობა ჯარს იმდენად ამას მინდა დაუსვა და სწორედაც ჯარს ერთის მხრივ დაასვა გენერლებად ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის წარმომადგენლები და მეორეს მხრივ რეალური ელიტა ქვეყნის სწორედაც ეს 100,000-დან 200,000-მდე კაცისგან შემდგარი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსია არის სხვა ვარიანტიც არის ლიბიის სცენარის ვარიანტი სადაც შემთხვევაში თუ კი განხორციელდა დარტყმები მართლაც შეიძლება ხალხმა აიღოს თავად იარაღი ან ხალხში ჩუმად დარიგდეს იარაღი ეს უკვე სადაზვერო სამსახურების მუშაობის ნაწილი იქნება ან სასაზღვრო მონაკვეთების ნაწილი იქნება და თუ კი ეს მართლაც ასე განხორციელდა მაშინ შეიძლება ვიხილოთ ჩვენ უბრალოდ ამბოხი ხალხში და ხალხის მცდელობა დამხობის არის სხვა ვარიანტიც ის რომ უბრალოდ ისე დასუსტდეს რეჟიმი რომ რეჟიმი ყველაფერზე დათანხმდეს ყველა პირობის შესრულებაზე დათანხმდეს და საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი პოლიტიკურად გაიტანოს თუმცა რა თქმა უნდა არც ის არ უნდა გამორიცხოთ რომ უბრალოდ არც არაფერი განხორციელდეს და დაიწყოს ბლოკადა უბრალოდ ესე ვთქვათ ირანის და ეს ბლოკადა იყოს იმდენად კაცრი რომ ეკონომიკური კოლაფსი იყოს ხანგრძლივ დროზე გათვლილი ყოველ შემთხვევაში რაც რამდენად მიიღწევა კიდევ სანახავია კი ბატონო, შესაბამისად თქვენ ყველა სცენარს უშვებთ, თუმცა პირველად არის ირანში ალბათ დამეთანხმებით ამაში, როცა პროტესტის ამ ტალღამ შექმნა მოლოდინი ცვლილების შესაძლებლობის. ამაში თუ მეთანხმებით? დიახ, მოდი ასე ავიღოთ 2009 წელს იყო საკმაოდ სერიოზული გამოსვლები და მაშინ ჯორჯ ბუში რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში შეიძლება სხვაგვარად წასულიყო ყველაფერი, მაშინ ბარაკ ობამა გახდათ ხელისუფლებაში მოსული და აკრიტიკებდნენ კიდეს ბარაკ ობამას იმაში რომ 2009 წელს როდესაც მას შანსი ჰქონდა რეჟიმის გარკვეული ესეთ პრობლემები შექმნა, მაშინ არ შექმნა. მას შემდეგ ყოველ 60 წელიწადში ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ დემონსტრაციებს ირანში, მაგრამ აი ასეთი მასშტაბური დემონსტრაციები ამ ხელამსხვერპლით პრაქტიკულად უპრეცედენტოა და მოდი ესეც იმასაც აღნიშნოთ რომ ირანის მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა, ესე ვთქვათ, ეს ახალი თაობები გაიზარდა, ახალ თაობებს კავშირი აქვს საერთაშორისო, ესე ვთქვათ, საზოგადოებასთან, კავშირი აქვს დიასპორასთან, ირანთან. და ისინი, ასე ვთქვათ, იყრდნობიან შესაძლო, ასე ვთქვათ, გადაბარების სცენარს შაჰის მემკვიდრეზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფიგურა არსებობს. შესაძლოა მას არ კონდეს ისეთი დიდი გავლენა თვითონ ირანის საზოგადოებაში, ეს ერთგვარი მექანიზმია ლეგიტიმური ცვლილების. დიახ, შეგახსენებთ რომ 2017 წელს იყო ჯერ კიდევ ერთი დემონსტრაცია, როდესაც ითხოვდნენ შაჰის დაბრუნებას. ირანში შაჰი არ არის მაინც და მაინც შაჰისადმი სიყვარული არ არის. ირანში შაჰი ასოცირდება გარკვეულწილად ნაციონალურ იდენტობასთან, რომელიც აიათოლას ძალიან ისლამისტურმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაანაცვლა გარკვეულწილად ან გვერდზე გადაწია და ისლამი რელიგია წამოწია წინ, ნაცვლად ეს ძლიერი ნაციონალური იდენტობისა. თუმცა ირანის ამ ასე ვთქვათ რეჟიმის გათვლა გახლავთ ის რომ ირანი რადგანაც ძალიან ჭრელია და მხოლოდ სპარსელებისგან არ შედგება, მისი გათვლა გახლავთ ის, რომ აი რაღაც შემაკოწიწებელი ყოფილიყო ისლამი, მაგრამ არ გამოდგა. რადგან ეს ისლამი არ არის სტანდარტული გაგის, ეს უკიდურესი ტირანული გამოხატულებით, ხო, რომელიც საკუთარ მოსახლეობას იმის გამო კლავს, რომ მაგალითად თმა გამოუჩნდა, ჩვენ გვახსოვს რომ მასე ამას ამინის დემონსტრაციების 3 წლის წინ, შესაბამისად 4 წლის წინ. შესაბამისად, ახლა ჩვენ რა კონდიციასაც უყურებთ, ამ ყველაფერმა უკვე გადალახა ყველა წითელი ხაზი, გადალახა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და ერთი საინტერესო დეტალიც არის რომ ირანში უკვე ირანის ინტერნეტი ჯერ ირანთან ბოლომდე აღდგენილი არ გახლავთ, მაგრამ რახმებით გამოდის არის ის რომ მოსახლეობა ითხოვს შეიარაღებას, იარაღით დახმარებას და არის ის განცდაც რომ ახლა რომ არაფერი გამოვიდეს ეს მოსახლეობა ადრე თუ გვიან მაინც აჯანყდება და შემდგომი აჯანყება აღარ იქნება შეუიარაღებელი. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი კობერიძეს ის გვეხმარებოდა პროცესის ანალიზში ირანის ირგვლივ. მადლობთ. ჩვენ აქ გემშვიდობებით თქვენ და დარჩეთ ფორმულაზე წინ ახალი ფორმულა გაილით